როდესაც საუბრობ სინგაპურზე, სულ მახსენდება, რომ ეს ქვეყანა, როცა იწყებდა ამ ყველაფრის განვითარებას, იყო ყველაზე უფრო ღარიბულ აფრიკულ ქვეყანაზე უფრო ღარიბი. უბრალოდ დაიჯერა ხალხმა, რომ შრომით, ოფლისღვრით, დისციპლინით, აგურზე აგურით დადებით შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და მიღწევა. და მათ შექმნეს სოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ნავთობის და გაზის გარეშე. ყველაზე განვითარებული, ყველაზე დახვეწილი, ყველაზე უფრო კარგი განათლებით ახალგაზრდებისთვის, ყველაზე უფრო კარგი ჯანდაცვით ერთ-ერთი სოფლიოში, ყველა ასაკის თავის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, პრაქტიკულად ნულოვანი უმუშევრობის დონის ეკონომიკით. პრაქტიკულად ყველა აქ არის დასაქმებული. და მე როცა ამაზე ვსაუბრობ, მე მეაჩნია, რომ საქართველოს ბოლო წლებში მიდიოდა ამ მიმართულებით. ამათ დაჭირდათ 40 წელი. ჩვენ რასაც მივახცეთ 8 წელიწადში ემბარგოს პირობებში, თუმცა სინგაპურსაც არ ქონდა დალხენით საერთაშორისო ვითარება. ამათაც პრობლემები დღემდე აქვს მეზობლებთან. მაგრამ დაიჯერეს, რომ უნდა განვითარებულიყო. რასაც ჩვენ მივახცეთ 8 წელიწადში. იმ პირობებში, როცა რუსეთის ემბარგო ქონდა, უამრავი სხვა შიდა და გარე არეულობა და ამის მიუხედავად ყოველ წელიწადს იზრდებოდა სწრაფიტებით ეკონომიკა. მივიღეთ პოზიტიური მიგრაციო ბალანსი, უფრო მეტი ბრუნდებოდა საქართველოში, მიდიოდა საქართველოს პრაქტიკულად თითქმის მთელი ამ წლების განმავლობაში. ავაშენეთ ახალი ქალაქები. კიდევ რომ ეს გაგრძელდეს 20-30 წელიწადი, აი ესეთი უწყვეტი განვითარება. ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით ინფრასტრუქტურულად ამ ქალაქის ნაკლები. შეიძლება შემოსავლები ვერ დავეწიოთ, მაგრამ საერთო დონით, ზოგადი დონით, განვითარებით ძალიან ბევრ რაღაცაში დავეწევით. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ და მე ჯეროდა და წამს დღესაც რომ საქართველოში ეს არის შესაძლებელი. ისე როგორც აი ბევრი ქართველი რომელიც ახლა დღეს მეუბნება, აი მაგალითად Facebook-ზე მწერენ ხოლმე რომ აი სანამ ბათუმში არ ჩავედი, არ ვნახეთ ჩვენი თვალით, არ ვჯეროდა რომ ეს რამე შესაძლებელი. ხო 100 ჯერ ვნახეთ ტელევიზორით. და არ ვჯერ რომ ეს შესაძლებელი იყო. რა თქმა უნდა, სინგაპურით შეიძლება 1000 ჯერ აჩვენო და იტყვია რომ კარგი, ეს მორიგ თავის ფანტაზიებს მიყვება. მაგრამ დღეს ყველა სინგაპურელი ჩვენი კოლეგა გვეუბნებოდა რომ საქართველოში რაც ხდებოდა, ის არის ძალიან მსგავსი იმისა, რასაც აკეთებდა სინგაპური თავის არსებობის დასწრებში. ამიტომ 1 ოქტომბერს ქართულმა ხალხმა უარი თქვა არა ციხეში ძალადობაზე. იმიტომ რომ სამწუხაროდ 1 ოქტომბრის შემდეგ ის რაც ჩვენც ვერ აღმოფხვერით ბოლომდე განუკითხაობდა ძალადობა დიდი მასშტაბებით გრძელდება და ზოგჯერ უფრო დიდი მასშტაბებითაც საქართველოს საპატიმროებში. მე არ მინდა რომ გამოვიდეს ისე, რომ 1 ოქტომბერს ჩვენ უარი ძალადობაზე კი არ ვთქვით ციხეში. არამედ უარი ვთქვით ამ განვითარებაზე, ამ წინსვლაზე, ამ პროგრესზე და საქართველოს წავიდეს უკან პოსტსაბჭოთა ჭაობში ჩაფლობისკენ. ამიტომ ყველამ უნდა მე მგონი გავაანალიზოთ რა მოხდა ზუსტად. უნდა ვიფიქროთ როგორ გამოსწორდეს სიტუაცია, როგორ შეჩერდეს ეკონომიკური ვარდნა, როგორ გაგრძელდეს საქართველოს სწრაფი განვითარება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, რასაც აქ უყურებთ და რაც ამ დღეებში ნახე, არის შესაძლებელი და გაკეთებადი. ჩვენ არავის ნაკლებად ნიჭიერი ხალხი არა ვართ. არავის ნაკლები შრომელი ხალხი შეგვიძლია რომ ვიყოთ. ჩვენ ტყუილად ჩაგვაგონებენ რომ ჩვენ ვართ უნიჭო ხალხი, განუვითარებელი ხალხი, საქართველოს არის პატარა სოფელი, რომ საქართველოს ხალხის გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომ ცუდი ტრადიციების საშუალებას არ მოგცემს თურმე განვითარების, ეს ყველაფერი არის სრულიად მიუღებელი და არასწორი. მე ნახე შრომელი, მოაზროვნე, კარგი გაგებით ამბიციური საქართველოს ბოლო წლებში. და ესეთი საქართველოს უნდა გაგრძელდეს. და ასეთი საქართველოს მიაღწევს ამ განვითარების დონესაც და ბევრ სხვა რაღაცასაც თუ ყველა ერთად ამას მოვინდომებთ.